ეს პრესაში გამოქვეყნებული ვრცელი ინტერვიუ ისევ განსჯის საგნად იქცა. შინაგან საქმეთა მინისტრი 500 კაციან შეთქმულთა ჯგუფზე საუბრობს, რომელიც მისი განცხადებით მიხეილ სააკაშვილისგან იმართება და ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა. როგორც აღმოჩნდა, ამ ინფორმაციის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული და გამოძიებაც მიმდინარეობს. მთავრობა მინისტრის ოპერატიულ ინფორმაციას ენდობა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ნაციონალურ მოძრაობაზე. ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებები საზოგადოების ყურადღების ცენტრში დღეს კიდევ ერთხელ მოექცა. ალიასთვის მიცემულ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შესაძლოა შეთქმულება მზადდებოდეს. მოთავე კი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც შესაბამისი მითითებები ნაციონალური მოძრაობის წევრებს თურქეთსა და კიევში გამართული შეხვედრებისას მისცა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დესტაბილიზაციისთვის 500 კაციანი მობილური ჯგუფი უნდა შეიქმნას. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორს-მაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა. გამოიყენონ დევნილთა პრობლემების სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია შექმნან ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლომატიურ საზოგადოებაში. შინაგან საქმეთა მინისტრი რომ განცხადებებს ჰაერზე არ ეკეთებს, მთავრობის წევრები ამაში დარწმუნებულები არიან. მინისტრები ფიქრობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციის მოწყობაზე უკან არ დაიხევს, თუმცა ეს არავის გაუვა. ნაციონალური მოძრაობა დღეს კი არა, ხელისუფლებაში როცა იყო მაშინაც დესტაბილიზაციის მეც არაფერს აკეთებდა. ეგ არის მათე ბუნებაში აქვს გამჟდარი. დესტაბილიზატორები არიან და ყველანი და თვითონ განცხადები, ითქმედები და ყველაფერი. რაც შეეხება ჭიკაიძის განცხადებას, ჭიკაიძე ასეთ განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად აკონტროლებენ ყველაფერს და ეს არის მიზანმიმართულად, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ქვეყანაში შექმნან ისეთი, როგორ გითხრათ, მოსახლეობას შეუქმნან ისეთი სიტუაცია, რომ თითქოს მართლა ყველაფერი არეულია. ნაციონალური მოძრაობისა და მათი ლიდერის შესახებ პოზიცია პრემიერ-მინისტრმაც დააფიქსირა. ღარიბაშვილმა სააკაშვილს ცნობილი დესტრუქტორი და არეულობის შემომტანი უწოდა. მიხეილ სააკაშვილი არის ცნობილი როგორც ცნობილი დესტრუქტორი და მთავარი არეულობის შემომტანი, მაგრამ მე მინდა ყველა იმ ადამიანს უთხრა, რომ ნებისმიერი მათი მცდელობა, რაიმე ქაოსის, რაიმე არეულობის შემოტანის დასრულდება მათთვის ძალიან ცუდად. ავღანეთამდე ვაპირებთ, არაბომბეიმდე ოღონდ გვირაბის გათხრას, ავღანეთში ვაპირებთ. იქ პიროვნება თალიბანი გვეგულება, ჩვენ ამ პიროვნება თალიბანის ჩამოყვანას ვაპირებთ და პიროვნება თალიბანის ჩართვას ვაპირებთ ჭიკაიძის საწინააღმდეგო მოძრაობაში. ეს ადამიანები იმ ორგანიზაციას წარმოადგენენ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ემსახურება. ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით თავისუფალი ზონის წევრებს დაევალათ სასწრაფო დახმარების ექიმებისგან მიიღონ ინფორმაცია ადამიანების გარდაცვალების შესახებ. შემდეგ კი ეს ფაქტები მთავრობის საწინააღმდეგოდ გააპიარონ. თავისუფალ ზონაში ნაციონალური მოძრაობის მისამართით სიმპათიებს არ მალავენ, საქმიანი რეპუტაციის მიზანმიმართული შელახვისთვის კი ჭიკაიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩეს შეიტანენ. აქ თავისუფალ ზონაში შვედ აგვიქვით ეს სიტყვები ჭიკაიძის როგორც ბოდვა. თავისუფალი ზონა არის ქსელური ინტერაქტიული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ზუსტად ამ პრობლემების საზოგადოებაში, ქვეყანაში პრობლემების წამოწევა. ჩვენ ვართ ალბათ საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ვთქვით, რომ ჩვენ მიგვაჩნია ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის დროს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს მიდიოდა სწორი მიმართულებით. დღეს ქვეყანა აცდენილია განვითარების სწორ გზას, აქედან გამომდინარე ჩვენ უჭერთ მხარს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. მსგავსი განცხადებებით ალექსანდრე ჭიკაიძე თავს სასაცილო სიტუაციაში იგდებს. ასე ფიქრობენ ნაციონალურ მოძრაობაში. საპარლამენტო უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთ განცხადებებს ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით და ქვეყანაში გაუარესებული კრიმინოგენური ვითარების გადასაფარად აკეთებს. ბატონ ჭიკაიძის ეს აბსურდული და სულელური ინტერვიუც არის სწორედ ამასთან დაკავშირებული, რომ სხვა საქმე, სხვა მიმართულება, სხვა არც ერთი პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელია საზოგადოებაში, ამის წინააღმდეგ არც ერთი ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია და ისევ ძველი, ასე ვთქვათ,
მეთოდი, ისე ძველი სიმღერა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ახალი ალბათ რაღაც გასართობი აქვს ის რომ აი საბურავები ხო აღმოაჩინა რაღაცა სარევოლუციო საბურავები, ეხლა ალბათ რაღაცა ახალს მიაგნო, მაგრამ არ არის პრობლემა. ჭიკაიძეს რო ვაკვირდებით, ცოტა ხანი ითამაშებს ამ თემით და მობეზდება და დადებს და მე სხვა რამეს გამოუძებნიან ალბათ გასართობს. რომელ დაჯგუფებას სურს ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ვინ დგას შეთქმულების უკან. ჭიკაიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს იღონებს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად.